დედაჩემს ბავშვობაში უცნაური ჩვევა ჰქონდა. ყოველდღიურად იღვიძებდა, გაშტერებული იყურებოდა ფანჯრისაკენ და ხმამაღლა კითხულობდა. აბა დღეს რას მეტყვი? ჩვენს უბრალო თამაში გვეკონა, მაგრამ არც ერთი სიტყვა არ იყო თამაში. ის თითქოს ვიღაცის პასუხს ელოდა და პასუხი ყოველთვის მოდიოდა. ზოგჯერ სკამიდან, ზოგჯერ კარადიდან, ზოგჯერ უბრალოდ არსაიდან. როგორც დედაჩემი ამბობდა, ეს ხმა იყო მისი საკუთარი. ოღონდ უფროსი, 15 წლით წინ მომავლიდან. ერთ დღეს ხმამ უთხრა, დღეს სახლიდან არ გახვიდე. დედაჩემი მაინც გავიდა, სკოლაში მისვლამდე. გზაზე ფეხი გადაუბრუნდა და ძლივს გადარჩა. მოტოციკლის დარტყმას, რომელიც კონტროლს კარგავდა. სახლში დაბრუნებულს ხმა აღარ დახვდა. ერთი კვირა სიჩუმე იყო. მერე ხმა ისევ დაბრუნდა და უთხრა: არ შეგეშინდეს, ხანდახან უბედურობას რომ მოგარიდო, უნდა დაგტოვო. დედაჩემი ამბობს, რომ მთელი ცხოვრება ასე იცხოვრა, თითქოს ორმაგ დროში. სადაც მისი მომავალი მე საკუთარ თავს გზავნილებს უგზავნიდა. და ყველაზე უცნაური ისაა, რომ ერთხელ 11 წლის ასაკში მეც გავიგე, ჩემი ხმა. ოღონდ უფროსი და მომავლიდან. მივხვდი, რომ ეს ოჯახის საიდუმლო იყო, რომლის ახსნასაც ვერასოდეს ვიპოვით. და თქვენ ოდესმე გისაუბრიათ თქვენ თავთან მომავალში. გამოიწერეთ არხი და დაალაიქეთ